ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის წევრები ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ფიქრი ავალიანმა ჩაპაევის 5 ნომერში ძველი პოლიკლინიკის შენობაში თვითნებურად შესახლებული 28 ოჯახი მოინახულა, რომელიც ავარიულ შენობაში ცხოვრობს და სასწრაფო დახმარებას აჭირებს. ქრისტიან-დემოკრატები აღნიშნული ქუჩის მობინადრეების პრობლემებს რუსთავის საკრებულოს ხდომაზე დააყენებენ. Ambinash ძალიან ბევრი პრობლემებია, რა თქმა უნდა, პროექტში წერია გადასახურავი, რადგან წყალი ჩამოდის წვიმის დროს, თუ თოვლის დროს არ გვაქვს გაზი, წყალი, დასალევი. არც გაზი გვაქვს, არც წყალი. წყალი გვაქვს, მაგრამ სასმელად არ ვარგა. ჭერი გადასახური, ყველაფერი ძალიან ბევრი პრობლემა, თვითონ თვალით და თუ ამაში დაგვეხმარებით და ისე რომ არჩევნებამდე დახმარების შემდეგ არავის არ მოუკითხება. ამის შემდეგ თუ დაგვეხმარებით და მოგვაქცევთ ყურადღებას, ყველანი ძალიან დიდ მადლობას დაგრჩებით. ცხოვრობენ კატასტროფულ მდგომარეობაში, საკუთარი თვალით ნახეთ ყველა და რაც თავარია არ არის დაკანონებული ეს შენობა ამ პიროვნებებზე, ოჯახებზე. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად ყოველ შემთხვევაში ჩვენი პარტია ვეცდებით, რომ თითოეული ამათი ოჯახის საკითხი დავაყენოთ და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ და დავეხმაროთ ყველანაირად.